მუჰამედმა გადაწყვიტა თავისი სახლის უკანა ეზოს ხეზე მყოფი ფოთლების რაოდენობა ყოველწლიურად აღრიცხოს. პირველ წელს 500 ფოთოლი იყო, ყოველ მომდევნო წელს ფოთლების რაოდენობა 40%-ით მეტი იყო წინა წლისაზე. ესე იგი 40%-ით მეტი ნიშნავს 1.4-ზე გამრავლებას, ხო? ანუ რაღაც x-ი თუ მაქვს, შემდეგ რომ მივიღო 40%-ით მეტი, ეს იქნება 1.4x, ესეთი რაღაცა. ახლა, n იყოს დადებითი მთელი რიცხვი, fn-ით კი აღნიშნოთ ხეზე მყოფი ფოთლების რაოდენობა ფოთლების აღრიცხვის დაწყებიდან მე-n წელს. კი ბატონო. fn-ი განსაზღვრავს მიმდევრობას. რა სახის მიმდევრობაა ეს? ნუ, ერთი შეხედვითაც უნდა ჩანდეს წესით, რომ როცა ამრავლებ რაღაცაზე და ყოველ წელს რადგან 40%-ით იმატებს, ყოველ წელს ამრავლებ და ერთსა და იმავე რიცხვზე. ესე იგი უნდა გეომეტრიული იყოს, მაგრამ მოდი მაინც გავაკეთოთ ცხრილი და კარგად დავინახოთ ეს. ესე იგი, მარცხენა მხარეს გქონდეს n-ი და მარჯვენა მხარეს გქონდეს fn-ი, ხო? ხო, ნახოთ, როცა არის გასული 1 წელი, 500 ფოთოლია. შემდეგ, როცა არის გასული 2 წელი, არის ამაზე 40%-ით მეტი, ანუ 1.4-ჯერ მეტი, რაც არის 700. ეს რომ გამრავლო 1.4-ზე, მიიღებ 700, ესე იგი 1.4. შემდეგ, მესამე წელს ეს რომ გამრავლო 1.4-ზე, მიიღებ 980. ანუ ისევ გამრავლო 1.4-ზე. ესე იგი, ხედავ აქ რომ აშკარად კი არ უმატებ ერთსა და იმავე რიცხვს, იმიტომ რომ ამას მიემატა 200, მერე ამას მიემატა 280. ამრავლებ ერთსა და იმავე რიცხვზე. ამიტომ პირველი ვარიანტი არ გვაწყობს, მეორე ვარიანტია სწორი. ანუ b არის სწორი, გეომეტრიული არის ეს. ახლა, თქვენ მიერ გაცემული პასუხის მიხედვით, რომელი რეკურსიული წარმოდგენა შეესაბამება მოცემულ მიმდევრობას. ნუ პირდაპირ გვეუბნებიან თან, რომ ეს არის გეომეტრიული რეკურსიული წარმოდგენა, ეს არის არითმეტიკული. რომ წერს მიხვდებოდით იმით, რომ აქ ემატება წევრი, აქ მრავლდება წევრზე. ასე რომ ვიცით, რომ პირველი ვარიანტი არ გვაწყობს და ნამდვილად მეორე ვარიანტი არის, რაც გვაინტერესებს, ანუ ესაა სწორი. და ახლა მოდი ვნახოთ, რისი ტოლია a და b პარამეტრების მნიშვნელობები ამ მიმდევრობისთვის, ანუ აი ამისთვის. ნუ, პირველი არის საბაზისო შემთხვევა 100, როცა n ტოლი 1-ის, და ამ დროს როცა n ტოლი 1-ის, ვიცი, რომ a უდრის 500. ესე იგი, ეს ვიპოვეთ, რომ a არის 500. და ახლა b. b არის აი ეგ რაღაცა და გვიწერია, რომ ყოველი მომდევნო რომ მივიღო, წინა უნდა გავამრავლო b-ზე და მე მგონი გეცნობათ, რომ რაზე ვამრავლებდით ყოველ წინას რომ მომდევნო მივიღო? 1.4-ზე, ხო? შესაბამისად გამოდის, რომ b-ს მნიშვნელობა არის 1.4. აი ეს არის და ეს. მოდი კიდევ ერთი გავაკეთოთ ესეთი. ესე იგი, ნინო წვეულების ორგანიზებას ედგა სათავეში, მას 50 საჩუქარი ჰქონდა და გამზადებული და თითოეულ მეგობარს 3 საჩუქარი მისცა წვეულებაზე. n იყოს დადებითი მთელი რიცხვი, gn-ით კი აღნიშნოთ საჩუქრების რაოდენობა, რომელიც ნინოს დარჩენილი ჰქონდა მე-n-ს სტუმრის მოსვლამდე. ანუ ცხრილი რომ გავაკეთო აქ და ისევ ეს რო იყოს n და ეს რო იყოს ამ შემთხვევაში უკვე gn, ესეთი სიტუაცია მექნება, რომ თავიდან ესე იგი, სანამ, ანუ თავიდან ხომ ერთი სტუმარი როცა არის მოსული, ანუ უბრალოდ მოდი მე-n-ს სტუმარის მოსვლა, ხო, სანამ პირველი სტუმარი არის მოსული, ანუ ჯერ პირველი რომ არ მოსულა, 50 საჩუქარი აქვს. შემდეგ მეორე რომ არ მოსულა, ანუ პირველი რომ მოსული არის უკვე, დარჩენილი აქვს 3-ით ნაკლები, ანუ 47. მესამე რომ არ მოსულა, მაგრამ დანარჩენი ორი მოსული არის, დარჩენილი აქვს 44. ანუ რა ხდება აქ? ყოველ ჯერზე ვუმატებთ -3-ს და ვიღებთ მომდევნო წევრს. ყოველ ჯერზე თუ ვუმატებთ -3-ს, მაშინ gn მიმდევრობას განსაზღვრავს, კი და gn მიმდევრობას განსაზღვრავს და როგორია ეს მიმდევრობა? არის ცხადია არითმეტიკული, იმიტომ რომ ემატება ერთი და იგივე რიცხვი, რომ მივიღოთ ყოველი მომდევნო. და ახლა მოდი ვნახოთ ბარემ, დაწერეთ მიმდევრობის ფორმულა, ეს საინტერესოა. ესე იგი, გვაქვს gn-ი და ვიცით რომ ვიწყებთ 50-ით, ხო? ვიწყებთ 50-ით. ახლა 50-დან პირველი წევრიდან რომ გადავსულიყავი მეორეზე, ერთხელ გამოვაკელი -3. კი და მივუმატე -3. რომ გადავსულიყავი მესამე წევრზე, ორჯერ მივუმატე -3. რომ გადავიდე მეოთხეზე, 3ჯერ მივუმატებ. ანუ ესე იგი, მე -3-ს ვუმატებ n-1-ჯერ. ანუ რომელ წევრზეც მინდა გადავიდე, იმდენს -1 ჯერ ვუმატებ -3-ს. ამიტომ ეს უნდა იყოს gn-ის ფორმულა.